18 ნოემბერს სოციალური მეწარმეობის რიგით მეათე ფორუმი გაიმართა ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოში. სოციალურ მეწარმეობაში მიმდინარე სიახლეებისა და შესაძლებლობების განხილვის შემდეგ ტრადიციულად გამოვლინდა წლის სოციალური საწარმო, რომელიც გახდა დადარი. დადარი ეკოლოგიურად სუფთა მაღალი ხარისხის ხელნაკეთი სათამაშოების საწარმო არის. ამ ყველაფერზე სასაუბრად შეუმიერთება სალომე კუსიანი, სოციალური საწარმოთა ალიანსის აღმასრულებელი დირექტორი და არჩილ გობეჯიშვილი, სოციალურ საწარმო დადარის დამფუძნებელი. დილამშვიდობისა მეგობრებო, მადლობა რომ შევთანხმდით დილიდან. პირველ რიგში სანამ არჩილს გამარჯვებას მიულოცავ, მინდა სალომე კითხო ფორუმის შესახებ, მე ვესწრებოდი, გისმენდით ყურადღებით. საბედნიეროდ მომეცა საშუალება რომ ჩართულიყავი და ჰიბრიდულად იყო და მიმეღო მაინც გარკვეულწილად მონაწილეობა მათ შორის ხმის მიცემაშიც. მაინტერესებს ზოგადად ფორუმს როგორ შეაფასებდით და ეს თქვენს ჩატარებულ ღონისძიებების პატარა შეფასება რო გავაკეთოთ, როგორ ჩაიარა ამ ფორუმმა. მადლობა. პირველ რიგში ასევე მადლობა ბიზნეს პარტნიორს, რადგან ბიზნეს პარტნიორი ასევე ჩვენი მედია მხარდამჭერი იყო. და ფაქტობრივად ამ ღონისძიების შესახებ საუბარი დავიწყეთ ამ გადაცემით, რადგან გახსოვთ ალბათ, რომ წლის სოციალური საწარმო 2020 გუმბათიც ამ სტუდიაში იყო და ეხლა უკვე გვყავს წლის სოციალური საწარმო 2021. ზოგადად ღონისძიებას შევაფასებდი დადებითად, გამომდინარე იქიდან, რომ საკმაოდ საინტერესო მომხსენებლები ყავდნენ, რომლებმაც საინტერესო აქცენტები დასვეს იმასთან დაკავშირებით, თუ რა მნიშვნელობისაა სოციალური გავლენები სოციალური საწარმოების საქმიანობაში და რა სჭირდებათ სოციალურ საწარმოებს, რა ინსტრუმენტები შეუძლიათ გამოიყენონ იმისათვის, რომ თავიანთი შედეგები გაზომონ და მეორე მხრივ არანაკლებ საინტერესო აქცენტები და განვითარებისათვის მნიშვნელოვანი მესიჯები გაჟღერდა პანელზე, რომელიც შეეხებოდა სოციალური საწარმოებისა და ტრადიციული ბიზნესების თანამშრომლობას. შესაბამისად, ეს შეჯამება და ის თუ მომავალში რა გვჭირდება იმისათვის, რომ კიდევ უფრო მეტად განვითარდეთ, სფერო განვავითაროთ, გაჟღერებული იყო და ბოლოს, რა თქმა უნდა, გამოვავლინეთ წლის სოციალური საწარმო 2020, რომელშიც იმედი მაქვს, რომ შენც მონაწილეობა მიიღე. რა თქმა უნდა, როგორც უკვე ვთქვი, კაცრად ვაკონტროლებდი, რომ სიზუსტით მიმეღო ყველანაირად მონაწილეობა. არჩილ, მომილოცავს ის წარმატება კიდევ ერთხელ. ვიცი რომ ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი იქნება შენი ბიზნესისთვის. მინდა ვთქვათ, რას ნიშნავს ჯილდო, როგორ დაგვეხმარება და როგორ შეგვიწყობს ხელს სოციალურ საწარმოს, რომ კიდევ უფრო მეტად წავიწიოთ წინ და რა საკითხებს წამოწევს, რა საკითხებს განავითარებს ეს ჯილდო თქვენთვის. მოგესალმებით, მივესალმები მაყურებელს, დიდი მადლობა მოუწვდით. გუშინ მართლა ძალიან მნიშვნელოვანი დღე იყო ჩვენი სოციალური საწარმოთვის. ეს გამარჯვება იქნება საწინდარი ჩვენი მომავალი მოტებული ნაბიჯებისთვის. ეს არის აღიარება საკუთარ ქვეყანაში, რომელიც ძალიან დაგვეხმარება უცხოელ პარტნიორებთან ურთიერთობაში. მინდა უღმესი მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, ვინც საქართველოს სოციალურ მეწარმეობის განვითარებაშია ჩართული, ყველა იმ პირს, ვინც მხარი დაგვიჭირა და კიდევ ერთხელ მიულოცო ყველა დადარელს ეს მნიშვნელოვანი გამარჯვება. შესანიშნავი. ახსენე, რომ უცხოელ პარტნიორებთან ხელშეგვიწყობსო ეს ჯილდო, რომ გარკვეული ალბათ იმიჯის კუთხითაც და სანდოობის კუთხითაც გააუმჯობესებს თქვენს მდგომარეობას. მაინტერესებს, ჩვენ რო შევხვდით რამდენიმე თვის წინ ვისაუბრეთ სამომავლო გეგმებზე და წლის ბოლო არის თითქმის და ვიცი რომ გარკვეული წარმატებები გააქვთ, უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ახალ ბაზრის ათვისებისთან ერთი ნაბიჯი გაკლიათ და ამ შესახებ მინდა რომ გითხრათ. დიახ, ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპზე ვართ დღეს. ჩვენ თანამშრომლობთ, დავიწყეთ მოლაპარაკებები და მივიღეთ საპარტნიორო წინადადებები მსოფლიოს მასშტაბით ერთ-ერთი უმსხვილესი ორგანიზაციისგან, რომელიც ევროპის საბავშვო ბაღებს ამარაგებს სათამაშოებით. მათთან ურთიერთობის პირველი ეტაპი ძალიან წარმატებით გავიარეთ, რასაც მოყვა მეორე ეტაპი და მასიური რაოდენობრივი პროტოტიპების დაკვეთა. დღევანდელ დღეს თითქმის ბოლომდე გავყავს ამ პირველ პროტოტიპებზე მუშაობა და საკმაოდ წარმატებით და ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ მოლაპარაკებები მეორე ფაზის წარმატების შემდეგ უკვე ამ წელსვე მივაღწევთ ძლიერ ხელშეკრულებას, რაც იქონიებს ეგავლენა ჩვენი საწარმოს გაზრდა განვითარებაზე. ანუ წლის ბოლოს შეიძლება კიდევ ერთი სტუმრობა დავიგეგმოთ და უკვე
როცა ჩახურავთ ამ ხელშეკრულებას და მოლაპარაკებებს, მაშინ ვისაუბროთ უშუალოდ რაოდენობებზე, შესაძლებლობებზე და ასე შემდეგ. ამის ძალიან დიდი იმედი მაქვს. კი ბატონო, კიდევ რა საკითხები არის, აი დადარის უახლოეს მომავალში, რასაც აპირებთ, რომ განახორციელოთ თქვენს გუნდში? წელს აგეგმილი გვაქვს სოფლიოს მასშტაბის ონლაინ მარკეტებზე გასვლა, როგორც არის Amazon-ი. მომზადებული გვაქვს პროდუქცია, ვალაგებთ ლოჯისტიკის პროცედურებს და დიდი იმედი გვაქვს წელსვე მოვახერხებთ Amazon-ის საწყობების ჩვენი პროდუქტის დასაწყობებას და გაყიდვების ჩაშვებას. მე გთავაზობ აქვე პირდაპირ ეთერში ჩვენი მეგობრის, ჩვენი შარქის, პავლე მგელაძის დახმარებას, რომ კონსულტაცია გაგიწიოს Amazon-თან მიმართებით, იმიტომ რომ მან ძალიან კარგად იცის ეს ბიზნესი როგორ მუშაობს და შეხვედრასაც მოგიწყობთ, რომ იმედია, რომ გარკვეულწილად სარგებლის მომტანი იქნება ეს შეხვედრა. ეს იქნება ჩვენთვის ძალიან დიდი მხარდაჭერა. მადლობის მეტი არაფერი არ მქვის. კი ბატონო. სალომე, ჩვენ ვისაუბრეთ იმ გამოწვევებზე, მე ვისმენდით თქვენს ფორუმს, ასევე რამდენიმე დღის წინ დავესწარი კვლევა, სადაც გარკვეულწილად შეჯამება იყო პრობლემების, გამოწვევების და ასე შემდეგ. თავარი საკითხები რა არის ახლა გამოკვეთილი, რის წინაშეც ვდგავართ, როგორც უნდა გადაჭრას საკითხი მაგალითად დადარს, იგივე პოტერიას თუ მეგობარს. რა საკითხები სჭირდებათ, რომ გადაწყდეს, როგორ უნდა იყოს აღქმული თუნდაც სახელმწიფო უწყებებიდან ან ბიზნეს სექტორიდან? მადლობა ამ შეკითხვისათვის. გუშინ ჩვენ ფორუმზეც ვისაუბრეთ, რომ სოციალური მეწარმეობის ეკოსისტემა შედგება სხვადასხვა ურთიერთდაკავშირებული კომპონენტებისაგან, რომელთაც რა თქმა უნდა ერთმანეთზე გავლენა აქვთ და საბოლოო ჯამში თითოეული კომპონენტის გამართულობა უზრუნველყოფს უფრო მეტი სოციალური საწარმოს შექმნას, ინიცირებას, განვითარებას, რაც საბოლოო ჯამში ისევ და ისევ უკავშირდება ეკონომიკურ განვითარებას. ამ ეტაპზე ყველაზე დიდ გამოწვევას ვაწყდებით ისევ და ისევ სოციალური მეწარმეობის განმარტებასთან მიმართებაში, რომელსაც შემდეგ უკვე უკავშირდება ფინანსებზე ხელმისაწვდომობა, საზოგადოებაში ზოგადად აღქმა, რომ ვინ არიან სოციალური მეწარმეები და როგორ შეიძლება რომ სოციალური და ეკონომიკური კომპონენტი ჰქონდეს ორივე ბიზნეს და ამასთანავე ადამიანების, რომლებიც სოციალური მეწარმეები არიან და საქმიანობენ, გამომდინარე იქიდან, რომ მათ არ აქვთ განსაზღვრული უნიკალური იურიდიული ფორმა და ზოგიერთი მათგანი ფუნქციონირებს შეპესად, ზოგიერთი მათგანი შეიძლება იყოს IP, რომელსაც კიდევ თავის დამატებითი საქმიანობა აქვს, ეს ყოველივე ართულებს და ისევ გამოწვევების წინაშე აყენებს ამ ადამიანებს აირჩიონ გზა, რათა მიაღწიონ თავიანთ სოციალურ შედეგს ერთი მხრივ და მეორე მხრივ იზრუნონ ეკონომიკური კომპონენტის განვითარებაზე. აქედან გამომდინარე, ისევ და ისევ მრავალჯერ თქმულს აღნიშნავ, რომ განმარტების ქონა თუ ვინ არის სოციალური საწარმო ქართულ კონტექსტში, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ საერთაშორისო გამოცდილებითაც სხვადასხვა ქვეყანა სხვადასხვა მნიშვნელობას დებს სოციალურ მეწარმეობაში, ადგილობრივი კონტექსტის გათვალისწინებით, ეს საკმაოდ წინ გადადგმული ნაბიჯი იქნებოდა, ისევ და ისევ იმისათვის, რომ ამ ადამიანების საქმიანობა გაუმჯობესდეს, განვითარდნენ და როგორც დადარის შემთხვევაში არის, რომ საკმაოდ მოკლე დროში მიაღწია იმ წარმატებას, რომ უცხოური ბაზარიც აეთვისებინა და ამავე დროს ქართულ ბაზარზე უსაფრთხო სათამაშოები დაენერგა, კიდევ მრავალი მსგავსი ყავდეს. სალომე, ჩვენ ძალიან ხშირად ვსაუბრობთ სხვადასხვა ფორმატით სოციალური საწარმოს მნიშვნელობაზე და ამ ცნობიერების საკითხზე და მე მგონი ძალიან ხშირად, კიდევ უფრო ძალიან ხშირად უნდა ვთქვათ ხოლმე, გავშალოთ თუნდაც ერთი და იგივე თემა, რომ ეს ავამაღლოთ ის ცნობიერება, რასაც ჩვენ ახლა ვეწვალებით ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით და ისეთი ადამიანები წამოვწიოთ წინ, ვისაც შეგვიძლია რომ მივბაძოთ. ჩემთვის არის ასეთი კაფემზიური ანა გოგუაძე, ჩემთვის არის უკვე დადარი, რაც გავიცანი რამდენიმე თვის წინ. და ეს ხალხი ძალიან მნიშვნელოვან კონტრიბუციაში აქვს, იმიტომ რომ მარტო ჩვენი ზოგადი საუბარი და თეორიული ცოდნა რეალურად ცვლილებებს ვერ მოიტანს. და პრაქტიკოსი ადამიანებისგან გაზიარება და ინფორმაციის მიღება არის მეტწილად საინტერესო საკითხი და არჩილ ერთ-ერთი გამონაკლისი ხარ მართლა, რომელიც ხედავს თავისი ბიზნეს ხედავს და ისე უყურებს როგორც ბიზნეს საწარმო, რომელსაც აქვს განსაკუთრებული მისია. მოდი შენი ხედვაც გაგვიზიარე ამ მიმართულებით, როგორი უნდა იყოს სოციალური საწარმო და რა არის სოციალური საწარმოს კონკრეტულად დადარის მთავარი ღირებულება.
Absolutely მათ არის. მე ვფიქრობ, რომ დღეს სოციალური საწარმოების მთავარი გამოწვევა არის ის, რომ მათ თანაბრად შეასრულონ და იზრუნონ ორ ძალიან მთავარ და ძირითად საქმიანობას. ეს არის პირველი მათი სოციალური მისიის წარმატებით შესრულებაზე და იმ პრობლემის მოგვარებაში საკუთარი წყლის შეტანისთვის, რისთვისაც სოციალური საწარმო არსდება. და შემდგომ ეს არის კომერციული მიმართულება, ბიზნესი, რაც არის აუცილებელი იმისთვის, სოციალური მეწარმე თავის თავში მოიცავს სიტყვა მეწარმეს, რაც გულისხმობს საქმიანობას, კონკრეტულ მოდელს, რისი დახმარებითაც და რისი ჩართულობითაც უნდა მოგვარდეს კონკრეტული სოციალური პრობლემა. ეს ორი სფერო არის შერწყმული სოციალურ მეწარმეობაში და რომელიმეს გამოკლებით ვფიქრობ წარმატებული სოციალური მეწარმეობა ვერ შედგება. შესაბამისად, ყველა იმ პირს, ვინც სოციალურ მეწარმეობაში ეხლა ერთვება ან ნაბიჯებს გავს ან ინფორმაციის მოძიებას უწყებს, ურჩევდი თავიდანვე თავიანთ ბიზნეს გეგმაში გათვალისწინებული ქონდეთ ორივე კომპონენტის თანაბრად და დიდი ყურადღებით შესრულება და წარმატება. რაც შემდეგ დაეხმარება უკვე რომ ფინანსთა წტომა უფრო მარტივად ქონდეს, ბიზნეს სექტორთან უფრო დაახლოვდეს და ალბათ სამთავრობო უწყებებთანაც თუ რამე დაჭირდება, ახმული იქნება როგორც ბიზნესი და არა სოციალური საწარმო, რომელიც მხოლოდ გრანტს ან გარკვეულ შემწეობას ითხოვს, იმიტომ რომ დადარს მე როგორც ვიცნობ, კაფემზიურს როგორც ვიცნობ და ალბათ ბევრი იქნება და სალომე შეიძლება შენი დახმარებას მე დამჭირდეს. ეს ადამიანები აღარ ითხოვენ უკვე ამ რაღაც დაფინანსებებს და ხელშეწყობას და ასე შემდეგ, ესენი ითხოვენ უკვე პარტნიორობას, რაც არის ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი. მე მინდა წარმატებები გისურვოთ, მადლობა გადაგიხადოთ ჩვენთან სტუმრობისთვის. მე მინდა რომ წლის ბოლოს ძალიან კარგი მოლაპარაკებები ჩახუროთ არჩილ და დადარი ვნახოთ უკვე გერმანიის ბაზარზე და ამაზონის საერთაშორისო გაყიდვების პლატფორმაზეც და თქვენს გვერდით ვარ ყოველთვის როგორც დადარის გვერდზე, ასევე ალიანსის გვერდზე და ნებისმიერ სოციალურ საწარმოს გავაძლიერებთ ჩვენი მხარდაჭერით. დასასრულს კიდევ ერთხელ მადლობას გადავუხდი ბიზნეს პარტნიორს მედია მხარდაჭერისათვის და ასევე ყველა იმ უნიკალურ პარტნიორსა თუ მხარდამჭერს, რომელიც ღონისძიების ფარგლებში აძლიერებდა ფორუმს და ასევე რა თქმა უნდა ევროკავშირს, რომლის ფარგლებშიც, რომლის პროექტის ფარგლებშიც შედგა გუშინდელი ღონისძიება. შესაბამისად, მადლობა სალომე. ასეთი იყო დღევანდელი ბიზნეს პარტნიორი, დღის მთავარ ბიზნეს პარტნიორს 12 საათსა და 30 წუთზე უყურეთ საქართველოს პირველ არხზე. მე მინდა ყველას გისურვოთ მშვიდობიანი და სასიამოვნო უქმეები.